გულიშვილების ოჯახში ერთ დღეს გლოვის ზარმა ჩამოგრა. პატარა გაბრიელის მამა სამუდამოდ წაიყვანა ვერაგმა სიკვდილმა. აი ასეთი ბედნიერი იყო მამიკოსთან ერთად. გაბრიელის პატარა გული სევდით და დარდით არის დამძიმებული. როცა გავიგე მამაჩემი გარდაიცვალა, ძალიან ნერვიულობდი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ცურცოვარ და ყოველდღე მახსენდება. მამის გარდაცვალების შემდეგ გონიერი ბიჭუნა პასუხისმგებლობას გრძნობს ოჯახში და სულს შრომობს. საბრალობავს ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია სკოლაშიც და ბაღში მუშაობის დროსაც. ეს არის მისი ერთადერთი სამოსი ზამთრის ყინვაში. დაუბრუნებული ბიჭის ოცნებაა, რომ თბილი ქურთუკი, შავი შარვარი და ტყავის ბათინკები ჰქონდეს. ეს არის უკანასკნელი შეშა გულიშვილების ოჯახში. ამ შეში დანთებული ღუმელი მხოლოდ რამდენიმე საათით გაათბობს ნესტიან ოთახს და მერე რაქნა საბრალო ბავშვმა. სანამ მამიკო ცოცხალი იყო, ბიჭუნა მას უყვებოდა თავის ოცნებებზე. გაბრიელის მთავარი ოცნება კვადროციკლი იყო. ავადმყოფი მამა კი მაინც პირობას აძლევდა ბავშვს, რომ მის ყველაზე დიდ ოცნებას აასრულებდა და ახალ წელს კვადროციკლს უყიდდა. თუმცა სამწუხაროდ მამა სამუდამოდ გაფრინდა ზეცაში. ახლა კი ბავშვი ასე მარტოსის ამ დამტვრეულ სკამზე, არც აჩუქრებს ერის და მით უფრო არც კვადროციკლს. საბრალო ბიჭუნა ფიქრობს, რომ კვადროციკლზე ოცნება მამიკოსთან ერთად დასამარდა.